რატომ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოსგან პირდაპირ სანქციების დაწესება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კელი დეგნანთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. რა პირობებს უყენებდა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს, რომელსაც არც ნატოს ხოლგად არც ევროკავშირის წევრობა იცავს. ხელისუფლების გადაწყვეტილება და შედეგების 3 წლის შემდეგ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. ძველ გეგმას აახლებს, ძალების კოორდინაციას ცდილობს და პოლიტიკურ შეტევას აანონსებს. მმართველი პარტია კი საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად აინიცირებს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტიდან გამოსულები პარტიული ოფისებიდან აკრიტიკებენ. ხმაურიანი აღმოჩნდა ცვლილებები, რომელიც ამერიკული ფარას ქართული თარგმანია და რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამერიკული ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია მედიასთან დაკავშირებული ორი პაკეტიც, რას ითვალისწინებს ცვლილებები და რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული რეგულაციების შემოღება. ამ საკითხებზე სასაუბროდ ქართული ოცნების წარმომადგენელი შემოგვიერთდება, რომელთანაც ასევე გავარკვევთ. რას ელოდება საქართველოს ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკისგან უკრაინაში ომის 3 წლის თავზე შეჩერებული უცხოური დაფინანსება, საეჭვო დონაციები და პროექტები, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით საქართველოში რადიკალიზმს ახალისებდა. აქტუალური თემის სტუმარია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვორსკი. ბატონო გია, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ აყურებლებს, პანელებს. ბატონო გია, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს CNN-ი. მას შემდეგ, რაც ლიდერებმა მედიის წარმომადგენლების წინ ცხარედ იკამათეს, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვეს. არსებული ინფორმაციით გაუქმებულია ერთობლივი პრესკონფერენციაც და დონალდ ტრამპმა ასეთი რამ განაცხადა, ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის ის პატივს არცემს ამერიკელ ხალხს. ოვალურ კაბინეტში შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება. საინტერესო იქნება და არის, რა თქმა უნდა, თქვენი შეფასება იმ კონტექსტში, რომ საქართველოს მათ შორის საკმაოდ დიდი მოლოდინი გვქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ პროცესთან მიმართებაში. ქართული მხარე და საქართველოს ხელისუფლება ელოდებოდა უკრაინაში ომის დასრულებას და ცხადია, რომ ნებისმიერი ესეთი საკითხი უნდა განვიხილოთ საქართველოს პერსპექტივიდან, ჩვენი ინტერესების პერსპექტივიდან, იმ რაკურსით. გარდა ამისა, ემოციური ძალიან დიდი მძიმე ფონია, იმიტომ რომ ამდენი ხალხი იხოცება, ყველას ყავს ახლობლები უკრაინაში არის ყოველდღიური ჩვენ შორის ლაპარაკი, არსებობს პოლიტიკა, არსებობენ პოლიტიკოსები, არსებობს ქვეყნები, რომელსაც არ გააჩნია ეს რესურსი, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს, ეს არის დიდი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის და არსებობს სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ეს რესურსი გააჩნია. ეხლა იქ რამოდენიმე საკვანძო თემა ითქვა და ამასთან დაკავშირებით 1000 გვარი მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ, მაგრამ მთავარი საკითხი იყო ერთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იღებს თავზე უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს რეალური გარანტია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია რაღაც საკითხებთან მიმართებაში უკრაინაში, თქვათ იგივე სასარგებლო წიაღისეულის თუ იშვიათი მეტალების გადამუშავების საკითხებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევა და მოიღებს და დაიწყებს ამის მარტო გამოყენებას. უკრაინისთვისაც აქ სერიოზული რესურსია, ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანიები და რასაკვირველია, ეს უკვე უსაფრთხოების საკითხებს ნიშნავს. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონდა ლაპარაკი ევროპელ პარტნიორებთან, ყველაფერი არც იქ წავიდა დალაგებულად, მაგრამ პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ევროპელები მზად არიან, როგორც მშვიდობის გარანტორებმა აიღონ გარკვეული ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, თვითონ ზელენსკის პოზიცია აი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანწილად, ჩემი აზრით, განპირობებულია
მისი პირადი შეხედულებებით, მისი პირადი ხვალინდელი დღის ანალიზიდან გამომდინარე და თვითონ პირადი უსაფრთხოების გარანტიებით სჭირდება ყველაფერთან ერთად. კამათი, რასაც მოყვა, დავინახეთ. აქ ელოდებოდა ამერიკის ადმინისტრაცია გარკვეულწილად თხოვნით მისულ ადამიანს, იმიტომ რომ რეალურად მდგომარეობა დღეს შექმნილი უკრაინაში სწორედ ამისკენ უბიძგებს, უნდა ყოველ შემთხვევაში ეს ყოფილიყო ზელენსკის მთავარი ამოცანა. ზელენსკისაც დაიწყეს ახლა გადგომა შეგნით უკრაინაში სხვადასხვა განცხადებები კეთება. თავად ზელენსკიმ თქვა, რომ იქ ფული მომცეს, მაგრამ ნახევარისაც წავიდა, არავინ არ იცის, ანუ ამერიკელებმა მოიპარესო. ის ბიჭი რო არის უკრაინის რადას დეპუტატი ნახევარად სულელი რო ამბობდა, რომ გაილაშქრეთ აფხაზეთზე, გვარი დამოვიწყდა მისი. ის გამოვიდა და თქვა, რომ შენო ჩრდილოკორეელი დიქტატორი ხარო. იქ მდგომარეობა თვითონ უკრაინაში არ არის იმდენად სტაბილური, რომ ზელენსკი მზად ყოფილიყო რაღაც საქმიან საუბარზე, თუ არ ექნება გარკვეული გარანტიები, მაგრამ იცით რა არის? მე ხა ძალიან შევედი საექსპერტო ზონაში, რაც არასწორია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რაღაცგან შემეკითხეთ, ჩემი აზრი გაგიზიარეთ, იმიტომ რომ კოლეგებთან საუბარი ჯერ არ ქონია ამ საკითხებთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთია მთავარი. ერთი საკითხია საგანგებოდ მნიშვნელოვანი, რომ დღეს ეს კაცის კვლავ უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება დღეს, ალბათ ხვალზე ეგ რაღაცა ღმერთმაქნას რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეს, მაგრამ რამოდენიმე დღეც, რამოდენიმე საათიც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ ყველამ შევაწყვეთ და არც არავინ არ ელოდებოდა იმას, რომ იქნება ეს ხმლების ქნევა, რომელიც რომელიც არაფრისკენ ატარებს მხარეებს. იქ რაღაც შერბილებული ტერმინოლოგია, თუმცა აი ამ სანქციების გაგრძელება, იქ არის აშკარა ჩვენება იმისი, რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში ჯოხიც და არის ოცხობილად, თუ როგორც ამბობენ, ისინი ამბობენ ჯოხი და სტაფილო. რო ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს ეს რესურსი, ვინაიდან ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და მას როგორც ახალს შეუძლია რაღაც პირობები დაუყენოს ორივე მხარეს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ერთი მთავარი ინტერესიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი რესურსი ამაზე გავლენა მოახდინოთ არა გვაქვს, მაგრამ მთავარი არის ჩვენთვის მშვიდობა. მშვიდობა არა მარტო იმიტომ, რომ ეს სისხლი შეწყდეს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოზე აი ეს გაუგონარი, გააფთრებული, ინტენსიური ყოველდღიური შეტევა და ზეწოლა შეწყდეს, რომ აქ როგორმე ისეთი სიტუაცია დამყარდეს, რომელიც ნებისმიერ დროს გამოსაყენებელი იქნება, როგორც საზარბაზნე ხორცი და ეს ფაქტიურად უკვე ვიხილეთ, რომ ეს რეალობაა. რა შეგიძლიათ გითხრათ ბატონო ნაგია, მაგალითად ჩალო პაპუაშვილის დღევანდელ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც მინდა რომ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ გავაცნო, სადაც პაპუაშვილი საუბრობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იხსენებს რომ 25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებთან მიერთება, ამის შემდეგ პარლამენტის სასახლეში პაპუაშვილი შეხვდა კელი დეგნას, ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელ ელჩს და ამ შეხვედრაზე დეგნანი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ საქართველოს შეერთებოდა სანქციებს. ამავე პოსტის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ დეგნანი უკვე პაპუაშვილის შემდეგ შეხვდა პრემიერ-მინისტრს და ციტატას წავეკითხავ, პრემიერ-მინისტრთან საუბარი კაცილებით მოცულობითი და პირდაპირ იყო, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება, არ დაწესების საკითხი. წერს პაპუაშვილი. ხო, მე ვიცით რა, გავართულოთ ცოტა ეს შეკითხვა, არსებობს ინტერესი, რომელიც უფრო უკავშირდება, თქვა თუ არა თქვა, პიროვნულია ეს საკითხები, როგორ ისაუბრეს, ვინ როგორი ხისტად, ვინ უფრო ხისტი იყო ამ საუბრის დროს და სკანდალური იყო თუ არ იყო ეს და არსებობს მეორე
აყურებელთა ჯგუფი, ესეც სიმბოლურად რო ვთქვათ, რომელიც ეძებს იმ მიზეზებს და იმ საფუძვლებს, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შეიძლება ესე თქვას. გამორიცხული არ არის, ზოგი ამბობს. გამორიცხული კი არ არის, ზუსტად ის არის, რაც მოხდა. და ამის დამადასტურებელი არის გარემოება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ პერიოდში მოდი აი ნეიტრალური პოზიცია ცუდი რამეს ვამბობ, მაგრამ აი მოდით ნეიტრალური პრაგმატული პოზიციიდან შევხედოთ. საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო, თუ აი დღევანდელ ვითარებას გავაანალიზებთ, 5 დღეშია უკრაინა. ამიტომ იმ პერიოდში საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა, რომ რუსეთის ეს თავარი შეტევის ძალის დივერსიფიცირება მომხდარიყო სამხრეთ კავკასიის მიმართულებით და რატომ ვამბობ სამხრეთ კავკასიას და არა მხოლოდ საქართველოს. იმიტომ რომ საქართველოს როგორც კი ჩაერთვებოდა ამ საომარ მოქმედებებში ამა თუ იმ ფორმით, გინდა ამ ეკონომიკურ ომში, რასაკვირველია ეს არ დარჩებოდა უყურადღებოდ არც თურქეთს, არც ირანს. იქ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებშიც რაღაც პროცესები დაიწყებოდა, სამხრეთ კავკასიაში დომინოს პრინციპით გავრცელდებოდა ისეთი სიტუაცია, რომელსაც რუსეთი ნამდვილად ვერ დატოვებდა, უყურადღებოდა და იძულებული იქნებოდა თავისი ძალის რესურსი აქეთ წამოეღო მნიშვნელოვანწილად. რასაკვირველია ეს ხელს აძლევდა უკრაინასაც და არაერთხელ გავიგონეთ, უკვე აი აღარ ვიცით უკვე რომელი მაგალითი მოვიყვანოთ, პირდაპირ ჩართულობა საქართველოსი იყო მოთხოვნა. უფრო მეტიც მოთხოვნა იყო არა მარტო ჩვენს მიმართ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ძალიან ხისტი მოთხოვნა იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს იძულება მოეხდინათ, ზეწოლა მოეხდინათ საქართველოზე, რომ ჩართულიყო აი ამ პროცესებში. ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს არათუ გამორიცხულია, არამედ ნებისმიერ პრაგმატული ანალიზის შემთხვევაში აბსოლუტურად სწორია, დამაჯერებელია და ზუსტად ესე მოიქცეოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, როგორც აღწერს ამას შალვა პაპუაშვილი და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრმაც აღარ დამალა. მაგრამ, როდესაც მაგალითად იგივე გვარამია პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ კელი დეგნანი არის გასაგდები საქართველოსთან და მისი დეპორტაცია უნდა მოხდეს, რაღაც არ მოეწონათ მისი განცხადება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, მაშინ ტრამპის პერიოდი იყო და აქედან გამომდინარე მთელი ეს ნაც რესურსი იყო გადასული შეტევაზე, რომ ეხლავე საქართველოსთან უნდა წავიდეს ელჩი. ანუ რაღაც პროცესები მიდის ფარდის უკან, ისეთი, რომელსაც საზოგადოება ვერ ხედავს. აი ამ შემთხვევაშიც გაცილებით უფრო ზედაპირზე დევს სურათი დეგნანის სწორედაც აი ამ მოთხოვნით მივიდა შალვა პაპუაშვილთან და ეს არა იმიტომ რომ ბოროტია ჩვენ არ უყარვართ უდათ რომ ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდით არამედ იმიტომ რომ ის დიდი ინტერესი რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა იმ პერიოდში მათ შორის უკრაინის კატეგორიული მოთხოვნიდან გამომდინარე შესრულებულიყო და ამითი უპირატესობა მოეპოვებინათ ვინაიდან ისი არ მოხდა როგორც თვითონ გეგმავდნენ კურსკი არის წარმოიდგინეთ ალტერნატივა საქართველოსი რაც კურსკში გაკეთდა იმისათვის რათა რუსებს თავის ძალების დივერსიფიცირება მოეხდინათ თავის შიდა ტერიტორიაზე ის უნდა მომხდარიყო საქართველოში მაგრამ საქართველო არის პატარა ქვეყანა და თუ კი 2500 კილომეტრია ფრონტის ხაზი უკრაინაში საქართველოში ეს რასაკვირველია გაცილებით უფრო დიდი დამანგრეველი ძალის იქნებოდა ვიდრე თუნდაც უკრაინაში რომელიც დღეს სისხლში იხჩობა. ბატონო გია მთელი ამ ხნის განმავლობაში წლების განმავლობაში მმართველი გუნდი საუბრობდა მეორე ფრონტის საქართველოში მეორე ფრონტის საშიშროებაზე მიანიშნებდა გარკვეულ მინიშნებებს აკეთებდა მოცემულობებს მცირე რაოდენობით თითქოს აძლევდა ინფორმაციას მაყურებელს და საკუთარ ამომრჩეველს, მაგრამ ღიად ამაზე როგორც ასეთი არ საუბრობდა. კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებდა. რა იყო აი ამ ასე ვთქვათ ფრთხილი ამ კონტექსტში ფრთხილი პოლიტიკის მიზეზი? ნუ რასაკვირველია ჩვენ მუდმივად ვცდილობდით რომ ის ურთიერთობის იმ არხში დაუბრუნებულიყავით
რომელიც ახასიათებდა ამერიკის და საქართველოს ურთიერთობებს. სიფრთხილე იყო, მაგრამ არც არასდროს დაგვიმალავს, რომ ჩვენზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. ჩვენ რომ დაგვემალა, გავჩუმებულიყავით, ფაქტები აჩვენებდა, განცხადებები აჩვენებდა არა მარტო უცხოელების, არა მარტო ზელენსკის, არა მარტო ის ქმედება, რასაც ელჩის გაწვევა ქვია საქართველოსთან. თვითმფრინავები გამოგზავნეს, ხო, ყველამ ვიცით. ეს ხო ფაქტებია, უბრალოდ რომ მოუყვეთ დასკვნების გარეშე, მოხალისეების და სამხედრო ამუნიციის წასაღებად. ეს პირდა რა ისეთი ძალა უნდა ჩაერთო საქართველოს იმაში, რომ გარდაეტეხა ბრძოლის პროცესი. იდეა იყო ის, რომ სამხრეთ კავკასია არის არეულობის თემა, რომელსაც რუსეთი უყურადღებოდ არ დატოვებდა. ეხლა 3 რაკეტა გვეყოფოდა, 4 რაკეტა გვეყოფოდა, ეს არ არის სწორი ლაპარაკი, ვინაიდან ჩვენ ბიჭებს სამხედროებს არც გაბედაობა აყლიათ, არც ვაჟკაცობა, არც თავდადება, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ქვეყანა დაინგრეს და 10 წლეულებით არ ქონდეს საშუალება ამოისუნთქოს. ეს იყო ჩვენთვის თავარი ფორმულა. თხილად ვიყავით პროვოცირება, თქვა აი ამ საკითხებთან პროვოცირება მიდიოდა აქტიურად. ამაზე მეტი პროვოცირება რა უნდა იყოს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი გამოდის მიტინგზე, ამ მიტინგში მონაწილეობს ყველა, ვინც დაფინანსებულია საერთაშორისო რაღაც სხვადასხვა ფონდებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიყავთ ეს პროცესი, არიან ბრძოლის წინახაზზე, ანუ ჩვენ გულისხმობთ უკვე რომ აქ ჩართულია საკმაოდ დიდი ძალები და ზელენსკი გამოდის და მოუწოდებს, რომ ვიცით, ჩვენ რო ხალხი სხვა ხართ, მთავრობა სხვა არის. და ეს რაც გააკეთა მთავრობამ, ანუ ომში არ ჩაერთო, აი თქვენს მიერ დასაგმობი. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ გადააგდეთ მთავრობა. ნუ არ არის ეგ პირდაპირ ნათქვამი, შეიძლება რომ იარაღი აიღეთ ხელში და ისრულეთ, მაგრამ მეიდანისკენ მოწოდებაა. მოწოდება ეს ხო პირველი არ იყო და არც ბოლო არ იყო, არა? იმის მერე გავიგონეთ, იქ ბომბები წვივა ჩვენ თავზე. ეს არის ერთი წამოძახება თქვათ ნინო ლომჯარიასი, მაგრამ ამის უკან ხო გეგმადევს. თამამად ვერც ამბობს, რა თითქოს ვიღაცა აიძულებს, რომ ეს ილაპარაკოს, მაგრამ უშველებელი რესურსი არის ჩადებული ამაში. დიდხანს შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ უკვე იმდენად ნათელია სურათი, რომ ამას ვერანაირად გვერდს ვეღარ აუვალთ ამ ლაპარაკს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს არ არის ვითარება ჯერ კიდე გარკვეული. აი ეს საკონძო მომენტია, რომ წავალთ ან მსოფლიო წავა კაცობრიობა ან მშვიდობისკენ, ან გაგრძელდება ეს პროცესი, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მესამე მსოფლიო ომამდე. რაც ტრამპს ინფორმაცია აქვს, მაგალითად, ან სხვას, ან თუნდაც ევროპელ ლიდერებს, გინდა უკრაინის ლიდერებს, გინდა რუსეთის ლიდერებს, გაცილებით მეტია, ვიდრე გაგვაჩნია ჩვენ ინფორმაცია, მაგრამ ინფორმაციას რო თავი დავანებოთ, ხედავთ, კაცობრიობა დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ემანუელ მაკრონი ომის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის გამორიცხვას ევროპის შეცდომას უწოდებს უკვე დღეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირებაც დიდი შეცდომა იქნებოდა. მაშინ, როდესაც თქვათ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი აი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, რატომ ითხოვდნენ მაშინ, ასე კითხავთ, იმავე პერიოდში ესკალაციის გამოწვევა საქართველოსგან და ნიშნავდა თუ არა ეს უკვე კითხეთ ერთის მხრივ იმის გაკეთებას, რომ უნდა ჩართული იყო საქართველო, აღიქმებოდა თუ არა ერთგვარად ისე, რომ საქართველო ერთვებოდა აი ამ ომში უკვე პირდაპირ წესით. რასაკვირველია, როგორი თემაა, იცით, ახლა მაკრონმა თქვა ასე. მაკრონმა თქვა, რომ კარგი იქნება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩვენ ჩავერიოთ, მაგრამ არც არ უნდა დავაკლოთ ძალისხმევა, რომ მშვიდობა იყოს. ეს ნათქვამია ესეთი, რომელიც ჩათვალეთ, რომ არაფერი არ არის ნათქვამი. და საერთოდ ზედაპირზე აზრდებს და განცხადებები რაც კეთდება, ეს არ არის ის, რაც მიმდინარეობს ფარდის უკან. აღმოჩნდა, რომ თურმე 2024 წლიდან მაკრონს შეთანხმება აქვს გარკვეული მოლაპარაკება უკრაინასთან მიმდინარეობს, რომ ეს სასარგებლო წიაღისეული და ეს მეტალები, რაზედაც დღეს ტრამპი ლაპარაკობს, საფრანგეთმა და უკრაინამ როგორმე ისე გადაამუშავოს
იმუშაოს, რომ აქედან გარკვეული მოგება მიიღოს, მაგრამ საფრანგეთს მარტო არა აქვს ის რესურსი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. აქედან გამომდინარე, ომი თუ შეწყდება, კარგია, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ თამაში. ვერ წარმოუდგენია ხალხს, ეხლა ვინ ჩვენ გვისმენს, ადამიანებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოწაფეებს, სტუდენტებს, თუ რამხელა რესურსი არის მობილიზებული ევროპის მიერ უკრაინის დასახმარებლად, ну იქ ზოგი გაძარცული იქნა, ზოგი როგორც ამერიკელები ამბობენ, კარტელების ხელში აღმოჩნდა, განგსტერული კარტელების ხელში, უშველებელი კორუფციის, უშველებელი რაღაც მოცულობა, მაგრამ ეს კიდევ რაც ვიცით და ამის უკან კიდევ პროცესები მიმდინარეობს, რომელზეც შეიძლება მხოლოდ დავფიქრდეთ და უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ყველა შემთხვევაში დაგვაზღვევს. როდესაც უსმენთ მაკრონს, ეს იმას არ ნიშნავს, მისი განცხადება იმას არ ნიშნავს, რომ ის ასე იმოქმედებს ხვალ, თავის ჯარს გააგზავნის უკრაინაში. ის იმას იმ მომენტში ჭირდება, რათა თავისი მთავარი შეთანხმება დადოს. დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება წინა პერიოდისაგან ერთი საგანგებო ნიშნით და აი ყველას გასაგონად ვიდა თქვა ტრამპმა ამოიტანა ზემოთ რაც პრაქტიკულად მიმდინარეობდა აი ამ მიღმა ფარდის მიღმა მიმდინარეობდა ამ პროცესების ზედაპირზე რასაც ხედავდით იმის მიღმა ეს არის ინტერესი კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული ძალების რომელიც გულისხმობს ტრამპისთვის მნიშვნელოვანია რომ არა მარტო უკრაინის არამედ რუსეთის რესურსებზეც მიუწვდებოდეს ხელი ევროპისთვის მნიშვნელოვანია რომ ისეთი ენერგორესურსები კონდეს რომელიც მის ეკონომიკას გადაარჩენს რეცესიისაგან ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტი რესურსი გააჩნია, რომ თავის ინტერესები გაატაროს ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახლა დაიწყო, არ დასრულებულა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქაც შეთანხმება მოხდება. სანამ შეთანხმება მოხდება, რა უნდა გააკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ და არ უნდა უსმინოთ იაგოველებს. ანუ იაგოს მხარდამჭერებს იაგო ხვიჩიას მხარდამჭერებს. ხოცები რო ახსენა ისე ემეთი აგდებულად თითქოს რას ნიშნავს არ უნდა უსმინოთ? არ უნდა უსმინოთ, რომ დღეს საჭიროა გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ ეს პარლამენტი როგორმე ამ სტრუქტურას შევცვალოთ არჩევნების გზით. არასწორია. განა კარგია ის რომ ერთპარტიულია პარლამენტი, იქ არის შიგნითაც ნელ-ნელა იწყება საკმაოდ ისეთი საინტერესო პროცესები. თუ კი უცებ გადის საკითხები, ეს ნიშნავს იმას, რომ კომიტეტებშია კარგად დამუშავებული და არ მინდა ახლა ისეთი თემა შემოვიტანო, რაზეც ბევრი არ დამთანხმდება, ვინც ისედაც ოპოზიციაში და არ უნდა, სკულ არ აქვს. ის მაგრამ დღეს რო დავიწყოთ ეს პროცესი რომ იცით რა ვინაიდან იაგო ფიქრობს რომ კარგი აწყობს მას ახალი არჩევნების რიგარეში არჩევნების ჩატარება იაგოს რა აწყობს ერთია მაგრამ რა აწყობს ჩვენ ქვეყანას არის მეორე არის ესეთი სასწორზე დევს ერთ მხრივ საკმაოდ ესეთი უხერხული მდგომარეობა რაც შეიქმნა, რომ არ არის ოპოზიცია პარლამენტში ისეთი, რასაც ესეთი გააფთრებული ოპოზიცია ქვია, მაგრამ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აბალანსებენ ამ მდგომარეობას, გულწრფელად რო ვთქვათ, მაგრამ არ არის ეს ისეთი, რასაც აი რეალური პარლამენტი ქვია, მაგრამ მეორე მხარეს რა დევს, ხო უნდა გავითვალისწინოთ. მეორე მხარეს დევს გრევის ისეთი პროცესი, რომელსაც ვეღარ შევაჩერებთ, შეუქცევადი იქნება. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მარტო ჩვენ ქვეყანაში ერთმანეთის პირისპირ დატოვებული. უშველებელი რესურსი შემოდის იმისათვის, რათა ხელისუფლება იმ გზით შეიცვალოს, რასაც ქვია რევოლუცია და არავის არ ეგონოს, რომ არჩევნების თემა არის ის თემა, რომელიც ჩვეულებრივად იცით რა, აი ხლა არჩევნებს ჩავატარებთ და მართლა მოდი გავარკვიოთ რა შავი და თეთრი აი ესეთი ვითარება. არ არის ამაზე ლაპარაკი. ლაპარაკი ამაზე რომ ქართული ოცნება უნდა მოშორდეს პოლიტიკური ველიდან 1,100,000 ადამიანის ხმა არ არსებობს, არ მომხდარა
და უნდა გავაკეთოთ არჩევნები ისეთი, რომელიც ხო, ვიღაც კოლონია, ქვეყანა კოლონიაში ატარებს არჩევნებს იგივე მაკრონის ან ურსულა ფონ დერ ლაიანის დანიშნული ჯგუფი. ამაზეა ლაპარაკი. ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე. ევროკავშირის ელჩის განცხადებაც ზუსტად მაგისკენ არის მუდმივი დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს იმ პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მისი თქმით, ამჟამად ერთსულოვნება მიღწეული არ არის. სოციალურ ამის გამო ჰერჩინსკი წუხილსაც კი გამოთქვამდა რამდენიმე დღის წინ. მაშინ ასე კითხავთ, რას ემსახურება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის სანქციების პოლიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლების. დღეს მძლავრია ევროკავშირში, თვითონ სტრუქტურებში მძლავრობს ეს ევრობიუროკრატიის ლიდერობა და აშკარად გამოჩნდა, რომ ევროპის სახალხო პარტიას აქვს თავისი ინტერესი. ამ ინტერესს წარმოადგენს ჰერჩინსკი. და ის ნორმალური ურთიერთობა, რასაც ევროკავშირი უნდა თავაზობდეს ქვეყნებს, ეს დაიკარგა, არ არსებობს, დაიკარგა იმ ბიუროკრატიის მიღმა, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს აი ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეშვეობით, მაგრამ არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. არ მინდა იცით ქვეყნების ჩამოთვლა, იმიტომ რომ არ არის მარტო სლოვაკეთი და უნგრეთი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. პერსპექტივაში ან ომისკენ მიდიხარ, ან დაპირისპირებისკენ მიდიხარ, ან მიდიხარ შენებისკენ. საქართველოს არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომელსაც ეტყვი, რომ აი შენ უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები, ეს პოლიტიკური პარტია აქედან უნდა გაიწიოს, წინ უნდა წამოვიდეს თეონა აკუბარდიას და ვთქვათ ხაზარაძის ან იაგო ხვიჩიას ან მეორე გირჩის, ზურა გირჩის პარტია და ესე უნდა მოხდეს, თან ჩვენ ჩამოვალთ და ჩავატარებთ არჩევნებს. რეალობა ხო სხვა არის, სხვა დავინახეთ რა რა მოხდა. მოხდა ის, რომ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ სტრუქტურას არანაირი შეკითხვა არ აქვს, რაღაც გარკვეული შენიშვნები რასაკვირველი არსებობს. მაგრამ ელექტრონული არჩევნები ჩატარდა. ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, ვერ გააყალბებ. და გამოდის ადამიანი, ვისაც პრეზიდენტი ერქვა და ამბობს, რომ აი აქ, როდესაც შენ რომელიმე პარტიას მონიშნავ და ფურცლის მეორე მხარეს გამოჟონავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაირღვა ფარულობა კენჭისყრის და აქედან გამომდინარე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფურცელი ბიულეტენი ყდაშიდებს. რაშია პრობლემა ეკითხებიან და რას პასუხობს? პასუხობს იმას, რომ ადამიანები დაარწმუნეს ცხვრისფარა არა საქართველოს ინტელექტო ხალხი განუვითარებლები, შეშინებულები და ეუნებიან, რომ იცი რა, ამას გამოიცნობენ, აი აქ რომ შეგყავს აპარატში ეს ბიულეტენი შესრიალდება და იქ ადამიანები დგარან დაინახავენ შენვის მიეცი ხმა, აი ამ მომენტში და შენ დაგჯიან. აქედან გამომდინარე 51 შემოხაზე. აი ეს სურათი დახატეს ჰერჩინსკი ამ სურათს როგორ გითხრათ იზიარებს პრინციპში. ამბობს, რომ ურთიერთობა არის საქართველოსთან ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ესეთი არის. კი, გასაგებია, ნიშნულზეა, იმიტომ რომ კი, ატო ან დაბალ ნიშნულზე, იმიტომ რომ ეს გავაკეთეთ, დავაცვით წერტილი, მეორე მხარიდან ამოვიკითხეთ ხალხს ჯით, ესე იგი არჩევნები გავაყალბეთ, იმიტომ დაბალ ნიშნულზე, როგორც 2004 წლის ივლისში განაცხადა, რომ შეჩერდა ჩვენი თანამშრომლობა, იმიტომ რომ LGBT პროპაგანდის აკრძალვა არ შეიძლება ქვეყანაში და რაც მთავარია, არ შეიძლება გამჭვირვალობა. არ შეიძლება გამჭვირვალობა, თუ კი აძლევს მაგალითად შვედეთი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას თანხას, შენ არ უნდა იცოდი ამის თაობაზე, რამდენი მისცა თანხა და რა პროგრამაში გამოიყენება. შენი საქმე არ არის ეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა შეუტიო, ვინაიდან ეს არის დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები და თავარი თემა. შენ თუ ამას აკეთებ, შენ ხარ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი და რუსული პოლიტიკის ორბიტაზე ხარ გასული. ეს არის ჰერჩინსკის პოზიცია. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პოზიცია, იგივეა. აქედან გამომდინარე, თქვენ რასაც ამბობთ, რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რატო?
რითი, რომელი ნიშნით. მე გეუბნებით, რომ არსებობს დაახლოებით 15-მდე ხერჩინსკის პოზიცია არის საქართველოს. კი, არ არის ხერჩინსკის პოზიცია ესა. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პოზიცია. ეს არის სახალხო პარტიის, ევროპული სახალხო პარტიის რა გავაკეთოთ გაუმჯობესებისთვის ვეუბნებით. ისიც რა უნდა გააკეთოთ გაუმჯობესებისთვის, უნდა ხელები ჩამოუშვათ, თავი დახაროთ, არჩევნები უნდა ჩაატაროს ნაცმოძრაობამ, თავისი რესურსით, ვისაც მოვავლენ ჩვენ ის უნდა იყოს, თქვენ არ არსებობთ და აი მაშინ ჩვენი ურთიერთობა ავა მაღალ ნიშნულზე. ან მაღალი ნიშნული რას ნიშნავს? რას ნიშნავს და თქვენ რომ მოგეცით კანდიდატის სტატუსი, გადავალთ აი ამ სამოქმედო გეგმაზე. სამოქმედო გეგმა რას ნიშნავს? 55 საკითხია. 55 საკითხიდან არც ერთი არ არის, რომლითაც წინარ უსწრებთ თუნდაც უკრაინას და თუნდაც მოლდოვას. ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას. და ამას ქართული ოცნება არ ამბობს. ამას ამბობს საერთაშორისო დიდი ინსტიტუტები, მათ შორის მსოფლიო ბანკი. ყველა მაჩვენებლით ვართ წინ. მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე. მაშინ რაშია საქმე? რა პრობლემაა? ზედაპირზე რაც დევს, რასაც ლაპარაკობს ჰერჩინსკი, არის ერთი, მაგრამ შიგნით ფარდის მიღმა რაც მიმდინარეობს პროცესი, არის მეორე და გაცილებით უფრო ბოროტი სახის მქონე გეგმა. ეს არის ის, რომ საქართველოს პრაქტიკულად უნდა იქცეს გარკვეულ ბერკეტად იმ შემთხვევაში, თუ კი ეს დაპირისპირება ამერიკასა და ევროპას შორის გაგრძელდა, ეს ერთი საკითხი. თუ კი რუსეთთან ომის თემა დღის წესრიგში დარჩა ისევ, რასაკვირველია, საქართველოს ამაში უნდა იყოს ჩართული. და მესამე საგანგებოდ მნიშვნელოვანი აქ უნდა იყოს ის ხელისუფლება, რომელიც დაემორჩილება ნებისმიერ ბრძანებას, თუ კი ეს ბრძანება ითვალისწინებს აზიისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ხიდის სატრანზიტო რესურსის გამოყენებას. ეს არ უნდა გამოიყენოს ქართველმა ხალხმა თავრობის სახით, რომელიც არჩეულია უმრავლესობით, ეს უნდა გამოიყენოს იმ ძალამ, რომელიც უნდა ჩაკეტავს, უნდა გახსნის. აი ამ სიტუაციას, ის რომ რუსეთია, ის რომ ოკუპირებულია 20% ტერიტორია, ის რომ ავტომატის სრულად გვადებს ლამის საფეთქელზე და ეს მნიშვნელოვანწილად კიდევ ამათი დანაშაულია, ეს თითქოს არ არსებობს. არ არსებობს არაფერი გარდა იმისა, რასაც ქვია ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების. ბატონო გია, სანქციები ვახსენეთ არაერთხელ და სანქციებთან დაკავშირებით უნდა რადგან საუბრობთ, აქვე უნდა გკითხოთ იგივე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნის თაობაზე ოპოზიციის შეცვლილი პოზიციები და რიტორიკა. ამ დღეებში ისინი ამბობდნენ, რომ ევროპელი პარტნიორები ამას არ მოითხოვდნენ საქართველოსგან, თუმცა არსებობს რა თქმა უნდა კომენტარები, არაერთი სხვადასხვა ლიდერის განცხადებაც არსებობს ამ მიმართულებით, არსებობს რეზოლუციები, სადაც პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ საქართველოს უნდა დაეწესებინა პირდაპირი სანქციები რუსეთთან. რა არის მიზეზი, როგორ ფიქრობთ დღეს ამ გადასახედიდან, აი ამ უარყოფის? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მე აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას და იმ საბუთების ამოღებას, თუნდაც რომ თქვენი სტუმარი იყო ახლა ბადრი ჯაფარიძე და 9 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინეს, როგორ შევიდნენ ეკონომიკურ ომში. აგერ იზღვინოთ შეურაცხეს და მე იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რომელსაც ნაცმოძრაობა ამბობდა საექსპორტო ღვინოზე, თუ კი იგი რუსეთის ფედერაციაში გადის. ბევრი მაგალითი ჩამოთვლა შეიძლება იგივე ფრენების აღდგენაზე. ფრენები ხო ჩვენ არ აგვიდგენია, ჩვენ არც ქონდა. იმათმა შეაჩერეს, აღადგინეს, შენ თუ შეუჩერებ ეს ეკონომიკური სანქციას ნიშნავს და სარკისებული პასუხი გამოიწვევს ეკონომიკურ ნგრევას საქართველოს. და ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, დროს აღარ წაგართმევთ, მაგრამ თავარი შეკითხვა თქვენ რასაც ამბობთ, საინტერესო, ყველაზე უფრო საინტერესოა. რატო მოხდა ეს, რომ ესეთი ხელების სავსავით ამბობენ, რომ ეს არ გვითქვამს. პირველ რიგში უამრავი ადამიანია, რომლებიც სწორედაც არჩევნების წინა პერიოდში თავის ინტერესზე ფიქრობდა, თავის საწარმოების ინტერესზე, მათ შორის ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არიან აქტიურები, რომლებიც აი აქ არიან იმაში საბოტაჟის რეჟიმში და რუსეთთან ვაჭრობენ ჩვეულებრივად და ეხლა ამბობენ, რომ ნუ ამბობთ მაგას უთხრეს, თორე ჩვენ აგერ გვაიძულებენ, რომ ვაღიაროთ, რომ რუსეთთან აგვაქვს ვაჭრობა. ის ბიზნესები, რომლებმაც
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იღებენ მონაწილეობას ამ რევოლუციურ სცენარში. ეს ერთი საკითხი და მეორე მნიშვნელოვანი. ამათ უნდათ რომ კიდევ მოიზიდონ, ჰერჩინსკის ხდება, ესენიც ხდებიან, მაგრამ ამათ უკვე აღარ ენდობა ახალგაზრდება, გადავიდა აი ამ ჰერჩინსკი ჩაერთო პირადად. ვერ გაჩავენ ესენი უკაცრავად სლენგისთვის. ჩაერთო პირადად, აქ ახალგაზრდები უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ რაიმე ისეთი, რაც საქართველოს ეკონომიკურად დააზიანებს, მათ არ მოუთხოვიათ. და შეიკრიბნენ ალბათ უცებ წარმოვიდგინე ის სათათბირო ოთახი რო აქვს და თქვა ის რომ მოდი რა ვთქვათ იცი მოდი ვთქვათ რომ არ გვითქვამს და იმათმა ამკითხო რომ ნათქვამი გაქვს იმათმა წარმოვიჩინონ რაღაცები წამოწიონ ამას მაინც არ კითხულობენ განსაკუთრებით ახალგაზრდებზეა ეს სიცრუე გათვლილი რას ქვია არ ვთქვამთ ჩვენ ხო იმიტომ არ ვაჭრობთ რუსეთთან რომ აი ამ რუსეთთან ვაჭრობის იქით რაიმე სხვა რესურსი გაგვაჩნია მაგრამ აი ეს გვიყვარს ეს გვინდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის გადარჩენისთვის არის აუცილებელი აქედან გამომდინარე ქვეყნის დაღუპვა ჩვენ არ გვინდა ეს არის ლოზუნგი რომლითაც ისინი შემოიჭრნენ აი ამ ახალ პოლიტიკურ რაღაცა გარემოებაში რომელიც ტრამპის მოსვლის მერე შეიქმნა კი ბატონო და ოპოზიციის რესურსთან დაკავშირებით უნდა გითხოთ პოლიტიკურ რესურსს გულისხმობ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მიმდინარეობს აქციები ქუჩაში რა პროცესთან გვაქვს საქმე როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იქ სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა გეგმა რომელიც ძველი ინიციატივებით არის ფაქტობრივად წარმოდგენილი იგივე ქართული ქარტია როგორც დაარქვეს თავის დროზე ფაქტობრივად იმის ანალოგი არის რა რაკურსით შეიძლება ერთის მხრივ განვიხილოთ და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს პერიოდში იცით რა ესე რომ ასე უნდა გააკეთო რომ ესე უნდა გააკეთო და ამ პრობლემებს მოხსნის. ამათ უნდა შეენარჩუნონ ეს გარემო, ეს არის დამატება რაღაც აი იმ პოლიტიკის რომელიც დღეს ევროპაში გარკვეულ ძალებს გააჩნიათ. ეს გინ deep state-ი დავარქვათ, გინ გლობალური ომის პარტია მაგრამ ეს არ არის თემა რომელიც ჩვენ იცით ეს ბოროტი ბიძიები აი კინოებში რო გვინახია თავისი ბოროტის რახვების შესასრულებლად აკეთებენ ამას ეს არის უშუალებელი ინტერესი რესურსების მოპოვების გავლენის მოპოვების სოფლიო პროცესების მართვის რომელიც კონკრეტულ ჯგუფებს გააჩნიათ იქ ჯორჯ სოროსი დაასახელეთ და უამრავი გვარები შეიძლება ჩამოთვალოთ რომელიც ჩართულები არიან ამაში იგივე ტრამპსაც ეს 4 წლიანი პერიოდი აქვს ისინი თვლიან საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიას მერე რა იქნება ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ დღეს რა დაპირისპირების ხარისხია შეიძლება იგივე განმეორდეს რაც მისი წინა პრეზიდენტობის პერიოდში იყო საქართველოს 2000 კილომეტრია ევროკავშირიდან მოცილებული აი ხლა ეს ყველაფერი გადავხარშოთ გავაანალიზოთ და მივალთ ჩვეულებრივ და კითხავთ ბატონო გიამ ბოლოს შეკითხვა იქნება რა შეცვლის საქართველოში მაშინ USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება ასე ვთქვათ საკმაოდ ხშირად საუბრობთ ხო მე კი რადიკალურ პროცესებს ახალისებდნენ იცით რა არის არ არის ფინანსური რესურსი არ არის რადიკალური პროცესი ეს ფორმულა არის მაგრამ აი რაღაც გული არ მიმიწევს რომ აი ამ დონეზე აი ამ ფორმულაზე ჩამოვიდე არ მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო ქართველს რომელიც შეცდომაშია შეყვანილი თუ სექტანტია გამოსულია ქუჩაში და ითხოვს რომ ფული მომეცით და მე ამ პარლამენტს გადავწვავ აი ამ პოლიციელს დავაზიანებ პოლიციელი მე დამაზიანებს და ეს ჩვენ დახმარება გვექნება იქიდან კუბელიუსი მხარს დაგვიჭერს რას არის ჩამოსული კიდე იეკნევიჩუანე ის მხარს დაგვიჭერს ამ ხელისუფლებას გადავაგდებ ჩვენ მოვალთ და გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვიან აი ამ დონეზე არ არის სასურველი რომ განხილებოდეს ქართული საზოგადოება თუმცა გარედან რომ შეხედოთ პროცესებს ზუსტად ეს არის არ არის დაფინანსება არ არის რადიკალური პროცესები არ არის ევროკავშირის ეს ინტენსიური დახმარება ჰერჩინსკია, რასა, ევროპარლამენტია არ არის ეს რადიკალური პროცესი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ განხილული როგორც გარკვეული ბერკეტი დიდი პოლიტიკური თამაშების
თამაშებში ვიღაცის ინტერესებისათვის. დავარქვათ ამას აზარბაზნე ხორცი, დავარქვათ ამას ბერკეტი, სადგისი, ყოველ შემთხვევაში ცუდის გარდა ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი დაგეგმილი არ არის იმ შემთხვევაში თუ კი გაგრძელდება ეს პროცესები ასეთი ინტენსივობით. აი ამ სიცუდეს სათავეში უდგნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც არ სარგებლობენ თურმე აღმოჩნდა დიდი პოპულარობით და აი აქ შემოაგორეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაბნეულია, ხან ქარტიაზე ლაპარაკობს, ხან კოლგას შლის, რომლის ქვეშ ყველა უნდა გაერთიანდეს, ხან დედას აგინებენ და ხან ისეთი უწმაწური სიტყვებით მიმართავენ, რომ გამეორება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში ესეთი იყო დამოკიდებულება და აი ამ სიტუაციაში გარედან დანახული საქართველო ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ უნდა გადავჭეთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. გადარჩენა შეიძლება ერთი გზით მხოლოდ. არ უნდა დავემორჩილოთ დიქტატს, რომელიც არის უსამართლო ჩვენს მიმართ. უკაცრავად ასეთი ლოზუნგისთვის, მაგრამ ვფიქრობ, თუ კი ბოლო კითხვა ამით უნდა დავამთავროთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. გიაგორსკი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე მაგაცინცაძე ვარ, გემშვიდობებით ორ შაბათამდე დროებით.